მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider-ი და რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ საინტერესო კვირა გვაქვს. რამოდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემი იქნება გამოქვეყნებული Business Insider-ის ეკონომიკური კალენდრის თანახმად. რა თქმა უნდა, მათ შორის გამოვყოფთ ინფლაციის მაჩვენებელს, რომელსაც ყველა გვინდა ერთად დავაკვირდეთ, ვინაიდან ეკონომიკური ზრდის პარალელურად ცხადია გვაინტერესებს ინფლაციური მაჩვენებელი კორელაცია ამ ჭრილში. ამ ნაწილს ჩვენ ვნახავთ უკვე კვირის განმავლობაში, ისე როგორც დღეს შევეხებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, თუმცა მანამდე ცხადია ბიზნეს სექტორი კვლავ აქტიურია, მათ შორის აქტიურია იმედზე. საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა ქართულმა კომპანიამ Black-Sea Petroleum-მა ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან Honeywell-თან სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა. დეტალებს ჩვენ სიუჟეტში იხილავთ. Black-Sea Petroleum-ისა და Honeywell-ის პარტნიორობის შედეგად ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში პირველად უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების საწვავს აწარმოებს. Honeywell-ი მსოფლიო ინდუსტრიული და ტექნოლოგიური გიგანტია. მათთან გაფორმებული საინჟინრო და სალიცენზიო ხელშეკრულების ფარგლებში ქარხანა დანერგავს უახლეს ტექნოლოგიებს, კატალიზატორებსა და მართვის ციფრულ სისტემებს. სწორედ ამერიკული 100-წლიანი გამოცდილება დაეხმარება Black-Sea Petroleum-ს ყულევში წარმოებული ბენზინი, დიზელი და საავიაციო ნავთი უმაღლეს სტანდარტებს პასუხობდეს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი კერძო ინვესტიციაა, რომლის ამჟამინდელი ინვესტიციაც $150 მილიონ უკვე შეადგენს, ხოლო ჯამურად $700 მილიონ გადააჭარბებს. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ამასთანავე ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას. ექსპერტების შეფასებით 2028 წლისთვის ადგილობრივი წარმოება სრულად მოამარაგებს საქართველოს საწვავით, ასევე განხორციელდება ექსპორტი როგორც რეგიონალურად, ასევე ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებაში და ქმნის საქართველოში ახალ ინდუსტრიას. ქარხანა ეტაპობრივი სტრატეგიით ვითარდება. დღეის მდგომარეობით წარმატებით დასრულდა პირველი ფაზა. ამუშავდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი, ნომინალური სიმძლავრით წელიწადში 1,2 მილიონი ტონა. ამ ეტაპზე ქარხანა უკვე აწარმოებს ნაფტას, მაღალი გოგირდის შემცველობის, დიზელსა და მაზუტს. 2027 წლის დასაწყისისთვის იგეგმება ბიტუმის წარმოებაც, ხოლო მეორე ეტაპზე, რომლის დასრულებაც 2028 წლისთვის იგეგმება, ქარხნის წარმადობა წელიწადში ნომინალურ 4,5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. 2028 წლის ბოლოს ასევე დაიწყება ევრო 5 სტანდარტის ბენზინის, დიზელისა და საავიაციო ნავთის წარმოებაც. ყულევი ახალი ინდუსტრიული ეკოსისტემის ცენტრი ხდება, რომელიც საქართველოს არამხოლოდ რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს, არამედ გზას უხსნის მომავალში ახალი ინდუსტრიების ჩამოყალიბებასაც, როგორიც არის ნავთობქიმია და მინერალური სასუქები. დიახ, მართლაც გამორჩეული ფაქტია კიდევ ერთხელ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკისთვის და კიდევ ერთხელ ბიზნესის აქტიურობა პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკურ გზაზე. პარასკევს გამოქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, თუ შეიძლება დიაგრამა, სადაც ჩვენ ვნახავთ განახლებულ მაჩვენებლებს ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც ჩვენ გვქონდა იანვრის პერიოდის მაჩვენებლები 7,9% 2026 წლის იანვარი, ხედავთ ფაქტიურად 8%-მდე ეკონომიკური ზრდის ნაწილი კვლავ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ისევე როგორც მანამდე გავიხსენოთ 2025 წლის წინასწარი შეფასება, რომელიც 7,5% იყო და მანამდე 9,7% 2024 წლის მაჩვენებელი. როდესაც ეკონომიკური ზრდა კიდევ ერთხელ მაღალ მაჩვენებელზეა, ცხადია პოზიტიურია მთლიანობაში ეკონომიკაში მოლოდინები. ჩვენ ნახეთ ამავდროულად და წინა გადაცემის დროს ვისაუბრეთ, პარასკევის გადაცემის დროს Business Insider-ში ვისაუბრეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებაზე და პროგნოზებზე, მათ შორის ნახეთ ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკის შეფასება, რომელმაც ასევე 9% გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა მიმდინარე წელს და უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ჩვენ ველით სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ანალოგიურ შეფასებებს. კიდევ ერთხელ ეს არის საქსტატის მაჩვენებელი 7,9%, მათ შორის კიდევ ერთხელ ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკის მიერ პროგნოზირებულ ზრდაზე მაღალი ნაწილი. ცხადია, მე შემთხვევით არ მიხსენებია, რომ ჩვენ მიმდინარე კვირაში ვნახავთ ინფლაციის მაჩვენებებს, ანუ ფასების მაჩვენებებს პროდუქტებზე, თუმცა ფასების მაჩვენებელზე პროდუქტებზე ზოგადად კონკურენციაზე ჯობს ჩვენ სტუმართან ვისაუბროთ. ბატონი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს კონკურენცისა და მოხმარებათა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. მადლობას გიხდით Business Insider-ში იმედის დილაში მობრძანებისათვის და
საუბრობთ აქტუალურ საკითხებზე, თქვენთან ყოველთვის საინტერესოა საუბარი კონკურენციის ჭრილში, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად როცა ვსაუბრობთ ფასების ნაწილზე, აქტიურად იყავით ჩართული პროცესში, საქართველოს მთავრობის მიერ, ჯერ საქართველოს მთავრობის მიერ მართულ პროცესში, შემდგომ პარლამენტისკენ გადაინაცვლა. რა ვითარებაა დაახლოებით, ასევე ვიცნობთ თქვენს მანამდელ დასკვნებს, რომელიც ასევე წინ უძღოდა მთელ რიგ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის იმ შეფასებებს, რომელიც მოვისმინეთ. გიორგი, მოგესალმები, ჩვენს მაყურებელს მივესალმები და პირველ რიგში მინდა იმედის ყველა თანამშრომლის მიმართ და ტელეკომპანია იმედის მიმართ ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ამ მიმდინარეობების ფონზე. რაც შეეხება თემას, ვფიქრობ, რომ საკითხი კომპლექსურია და რადგან საკითხი კომპლექსურია, ის ყოველთვის, ასე ვთქვათ, ერთი უწყებისთვის, ესე ვთქვათ, შესაძლებლობების კუთხით იყო ყოველთვის გარკვეულწილად იმისთვის, რომ ეფექტური იყოს პროცესი, ალბათ ეს სამთავრობო და საპარლამენტო კომისია არის ძალიან კარგი მექანიზმი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაც ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თვითონ შეხვედრებიც, როგორც სამთავრობო კომისიის ფორმატში, ასევე საპარლამენტო კომისიის ფორმატში კარგად აჩვენებს გარკვეულ პრობლემატიკას, რომელიც ამ ბაზრის დინამიური განვითარების ფონზე ჩვენ გვაქვს. საბოლოო ჯამში ამ ეტაპზე და მას ჩვენი ანგარიშებიც აჩვენებდა გარკვეულწილად სექტორი დინამიურად ვითარდება, გულისხმობ FMCG სექტორს, აი ბოლო მონაცემებით თუ ჩვენ ნახავთ ბაზრის დინამიკას. აი სწორედ ამ FMCG სექტორის ანგარიშიდან გამომდინარე მინდა გითხოთ, აი ჯამურად რო შევაფასოთ რა ვითარებაა, ხო? ჯამურად თუ ბოლო მონაცემებს ჩვენ შევხედავთ, ჩვენი შეფასებით ბაზარი არის დაახლოებით 14 მილიარდის ფარგლებში. ამ ბაზარზე ბოლო წლების მანძილზე რაც შეინიშნება არის საკმაოდ ისე ვთქვათ მნიშვნელოვანი წილის ზრდა წამყვანი კომპანიების, მაგალითად სამი წამყვანი კომპანიის წილი ბოლო მონაცემებით არის დაახლოებით 59%-ის ფარგლებში, წინა წელს ეს იყო დაახლოებით 32%, ხუთი წამყვანი კომპანიის წილი არის დაახლოებით 60%-მდე, როცა გასულ წელს ის იყო დაახლოებით 45-47% და მთლიანად სექტორი ჯამურად, ანუ ორგანიზებულ ქსელებს გულისხმობ არის დაახლოებით 65%-ის ფარგლებში, როცა შარშან ეს მაჩვენებელი 58% იყო. რატო ვამბობ ამ მაჩვენებლებს? იმისთვის, რომ პირობითად ის პრობლემატიკა, რომელსაც სხვადასხვა მხარეები აყენებენ ღიად და კონკურენციის სააგენტო იყოს აქტიური მოქმედებებში, ბაზარზე უნდა არსებობდეს დომინანტი ეკონომიკური აგენტები და ეს ციფრები ჯერ კიდე აჩვენებს, რომ ბაზარზე მსგავსი ტიპის მონაცემები ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ ერთი კომპანიის შემთხვევაში უნდა იყოს 40%, სამი კომპანიის შემთხვევაში 50 და ხუთი კომპანიის შემთხვევაში 80%-ის ფარგლებში. ამიტომ კონკურენციის სააგენტო ასეთ დროს და ასეთ შემთხვევაში მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც არის დომინანტური მდგომარეობა ბაზარზე, ან პირობითად გვაქვს რაღაცა ისეთი მდგომარეობა, როდესაც შეიძლება გარიგების ეფექტები ჩანს. თუმცა ჩვენ ანგარიშებიც კარგად ვამბობდით და ეს ღია შეხვედრებზეც კარგად ჩანს, რომ გვაქვს გარკვეული დისპროპორცია ძალთა ბალანსებს შორის, ანუ რადგანაც სექტორი ესე ვითარდება და ერთი სექტორი საკმაოდ ძლიერია მეორესთან მიმართებაში, მათ შეუძლიათ რომ საკუთარი პირობებით, ესე ვთქვათ, ევაჭრონ მიმწოდებელ კომპანიებს, დისტრიბუტორ კომპანიებს, წარმოებელ კომპანიებს, ვინც ძლიერია მეორე მხარეს გულისხმობ დისტრიბუტორებს, ისინიც კონკურირებენ იმაში, რომ აი ეგრეთ წოდებული ეს მაღაზიაში შესვლის თუ ეს კეშბექების თანხაში ვინ უფრო მეც გადაიხდის, რომ ტაროზე მოხდეს, მათ ამ კონკურენციის შესაძლებლობა აქვს, თუმცა ყველაზე სუსტი რგოლი ასეთ შემთხვევაში ჩნდება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის კომპანიები და იმისთვის, რომ მათი ინტერესები იყოს დაცული, ბუნებრივია ალბათ ის მექანიზმები, რომელსაც საბოლოოდ საპარლამენტო კომისიაც დადებს საკუთარ დასკვნაში და სამთავრობო კომისიაც იმსჯელებს ამაზე, სწორედ ალბათ ამ ძალთა ბალანსის გასწორებას უნდა მოემსახუროს და ძალიან კარგია თვითონ კომისიის თავმჯდომარის ინიციატივა, რომ Big Four-დან ჩაერთვება კომპანია ამ პროცესის შეფასებაში. საპარლამენტო ინიციატივა კი ბატონ შოთა ბერეკაშვილის ინიციატივას გულისხმობ, იმიტომ რომ ამ Big Four-ს აქვს ძალიან კარგი ინფორმაცია, თუნდაც ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში რა ხდებოდა ამ დროს განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც ერთი სექტორი საკმაოდ ძლიერად ვითარდებოდა და კონსოლიდაცია ხდებოდა, მათ ჰქონდათ უპირატესობა მეორე მხარესთან მიმართებაში და როგორი მექანიზმებით დაბალანსდა ეს პროცესი, რაც საბოლოო ჯამში საერთო ფასების ფონზე მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას. ამიტომ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვაკეთებთ და უყურებთ ამ ბაზარს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არის გარკვეული საკითხები, რაც ჩვენც ხედავთ, რომ მნიშვნელოვანია, ალბათ საპარლამენტო კომისია, სამთავრობო კომისია საბოლოო დასკვნაში ამ ყველაფერს ასახავს და რა თქმა უნდა კონკურენციის სააგენტომ მზად არის აღასრულოს ის მანდატი, რა მანდატიც დღეს აქვს
და თუ ის არ არის საკმარისი და თუ კიდე რამ დამატებით საკანონმდებლო კონტექსტები იქნება, რა თქმა უნდა, აღასრულოს ის მაქსიმალურად და ეფექტურად. კი ბატონო ერაკლი, ესე იგი პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ახლა პროცესი კომპლექსურად მიდის, მათ შორის ანუ ის საკითხები, რომელიც კონკურენციის სააგენტოს მიღმა, თუმცა ამ საკითხების ზოგადად გაჟღერებას თან ერთვოდა კონკურენციის სააგენტოს მანამდე არსებულ საკმაოდ საინტერესო დასკვნები, გასაგებია რომ კონკურენციის ნაწილში აქ არ იკვეთებოდა დომინაცია პირობითად, მაგრამ მთელ რიგ პროდუქტებთან მიმართებაში მე მახსოვს რომ თქვენს მიერ დათვლილი ფასები ტრიალებდა და მათ შორის ჩვენც გამოვიყენეთ ბიზნეს ინსაიდერის ანალიტიკაში მაგალითად კვერცხის განთავსების ფასი, ამა თუ იმ ქსელურ მარკეტში და ასე შემდეგ. რაც ძალიან დიდი სამუშაო გაქვთ მანამდე თქვენ გაწეული იმისთვის რომ ეხა ეს კომპლექსურად უფრო გაადვილდეთ, მაგრამ Big Four-ის ჩართვა დიდი 4-ეულის მაყურებელს რომ განუმარტო აუდიტორული კომპანიების და მათი შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხშირად ხდება სწორედ იმის ანალოგის მოშველება, რომ ევროპაშია პროდუქტები, ვთქვათ, რიგ შემთხვევაში გაცილებით იაფი ვიდრე საქართველოში და ჩვენ გვჭირდება ეხლა სწორედ ამ ეფექტური საერთაშორისო გამოცდილების ჩართვაც იმ ინიციატივებში, რომელიც საქართველოში ჯამში მიზანი რომ პროდუქციის ფასის შემცირების სივრცე არსებობს და ვიპოვოთ კარგი შუალები არ დაზიანდეს ბიზნესი და მეორეს მხრივ მომხმარებელზე ვიყოთ აქცენტირებული, ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა მინდა დაუბრუნდე კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ნაწილს, ასევე ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ახლა გვიყურებს, განსაკუთრებით რეგიონებში, კიდევ უფრო მეტად აინტერესებს სოფლის სფეროში არსებული ვითარება და აქ იყო აგროქიმიკატების და პესტიციდების ბაზრის თემა, რომლის ფასებიც ასევე საინტერესოა მოსახლეობისთვის. ამ კუთხით მოკვლევა იყო თქვენი თუ არ მეშლება სოფლის სამინისტროსთან კომუნიკაციაში, რა ვითარება გვაქვს აქ? კი, სოფლის სამინისტროსთან ერთად იქნა ბაზრის შეფასება დაწყებული გასულ წელს. შემდგომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც აღინიშნა, რომ ამ ბაზარზე გვაქვს გარკვეულწილად შესაძლოა იყოს ჭარბი ფასნამატები და პლუს ასევე ჭარბი მოხმარების პრეცედენტები. ჩვენი ბოლო სურათით ვითარება ესეთია, ჩვენ შევისწავლეთ აგროქიმიკატების და აგროპესტიციდების მიმართულება და დაახლოებით გამოვლინდა ერთ შემთხვევაში 80 შემთხვევა და 75 შემთხვევა გულისხმობ ქიმიკატებს და პესტიციდებს, სადაც ფასნამატი არის 100%-ზე მეტი. ეს რას ნიშნავს? ახლა ეს 100% შეიძლება ხარჯების ანალიზის შემდეგ იყოს აბსოლუტურად ლოგიკური, ან შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალი და ახლა სწორედ ხარჯების ანალიზის პროცესი მიმდინარეობს და აქტიურ ესე ვთქვათ კომუნიკაციაში ვართ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, თუმცა საინტერესო დეტალი აქ არის შემდეგი, რომ ჩვენ გამოვავლინეთ დაახლოებით ამ პროცესში დაახლოებით 16 კომპანია, რომელთაც დაახლოებით რამდენიმე ბაზარზე გააჩნიათ 40%-ზე მეტი მაჩვენებელი. ანუ ეს ნიშნავს, რომ მათ აქვს დომინანტური მდგომარეობა ამ მიმართულებით და ამასთანავე გააჩნიათ მაღალი ფასნამატი. ანუ ამ შემთხვევაში შეინიშნება რომ ეს არის ბოლო 3 წლის ანალიზი და ბოლო 3 წლის სურათი. ჩვენ დაახლოებით ორივე შემთხვევაში მაგალითად ქიმიკატების ბაზარზე იდენტიფიცირება გავუკეთეთ დაახლოებით 32 ბაზარს და პესტიციდების შემთხვევაში 34 ბაზარს. ეს იმდენად ვიწრო და ისეთი მრავალმხრივი სფეროა, რომ აი საკმაოდ დიდ დრო დაჭირდა ამ ასე რომ ვთქვათ ამ სექტორების მთლიანობაში ანალიზს და რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თან ერთად მიმდინარეობს ეს პროცესი, იმიტომ რომ ექსპერტიზა ცოდნა მათ მხარეს არის და უბრალოდ ჩვენ ამას ვუყურებთ კონკურენციის კუთხით. ამიტომ ეს პროცესი გრძელდება, ეხა მიმდინარეობს სარეკომენდაციო კონტექსტზეც მუშაობა და ასევე იმ ხარჯების ანალიზის შემდეგ ალბათ ზუსტი სურათი გვექნება აი ამ დომინანტური მდგომარეობის მქონე კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს თუ არა პირობითად ამ ფასნამატებში რა წვლილია მათ მხრიდან წარმოდგენილი. გარდა ამისა არის თუ არა აი მსგავსი შემთხვევები, როდესაც მაგალითად იგივე სამედიცინო ბაზარზე იყო, როდესაც იგივე კონსულტანტების როლი რამდენად დიდია, როდესაც მაგალითად ფერმერი მიდის ამა თუ იმ მაღაზიაში და მას თავაზობენ ამა თუ იმ მედიკამენტს, იქ როგორ არის თუ არა კომერციული ინტერესი თუ რეალურად პრობლემიდან გამომდინარე ხდება, ესე რომ ვთქვათ, ამ საკითხის შეთავაზება და ეს ამ საკითხების დამუშავება და ამ საკითხების ერთობლივი დასუსტება მიმდინარეობს ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო საბოლოო სურათი და დასკვნა იქნება ამ კუთხით. ჩვენი მანდატის პარგლებში ვიმოქმედებთ პოლიტიკის განსაზღვრელი, რა თქმა უნდა, არის შესაბამისი. მართლაც მნიშვნელოვანია და ძალიან საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქის ესეთი პირდაპირ ესეთ საერთო საკითხები რიგ შემთხვევაში ვინაიდან სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ადამიანების მაჩვენებელს თუ შევხედავთ აქედანაც ჩანს ეს ნაწილი. პირდაპირ კავშირშია რიგის სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ფასებთანაც. კი, შემდგომში ხო ცხადია და სეზონი მოდის და ამ დროს კი ბატონო.
მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. გადავიდეთ მომხმარებლის უფლებების დაცვის ნაწილზე, რომელიც არის პირდაპირ თქვენი სამსახურის მანდატი, უმნიშვნელოვანესი და ჩვენ ნახეთ, რომ უკვე საკმაო პერიოდი გავიდა, მაგრამ ჯამში არც თუ ისე დიდი ხნის განმავლობაში რაც ეს საქმიანობა ჩაიბარეთ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებას გულისხმობ. ნახეთ არაერთი ჯირდო მსოფლიო ბანკის შეფასება, ასე შემდეგ, სადაც მუდმივად ესეთი პოზიტიური დინამიკა ამ კუთხით. რა ვითარება გვაქვს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით ამ შემთხვევაში, როგორია დინამიკა, მომართვიანობა, ასე შემდეგ, აი ბოლო სტატისტიკა რო გითხრათ თან. დღეს ჩვენ გამოვაქვეყნებთ 2 თვის მონაცემებს და პირდაპირ გეტყვით, რომ აი შარშანდელ პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია მომართვიანობა. ეს დაახლოებით არის 400-მდე განაცხადი მიმდინარე წლის 2 თვეში. ესე რომ შევხედოთ სურათს. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ვინც მოგმართა და საქმის წარმოება დავიწყეთ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც მომხმარებლების მხრიდან იქნა პრეტენზიის სახით გამოხატული და აქვე შედეგებს რო შევხედოთ, დაახლოებით 90%-ზე მეტი წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ ამ განაცხადების შემთხვევაში. გვაქვს ბოლო პერიოდში ზრდა თუნდაც დარღვევების დადასტურების კუთხით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მცირე მეწარმეა, რომელიც საც ესე რომ ვთქვათ, სანამ გაიაზრებს, რომ პირობითი ვალდებულება შეასრულოს ან დაეთანხმოს იმ პირობებს, რასაც ჩვენ თავაზობთ მომხმარებლების სასარგებლოს, გარკვეული დრო ჭირდება. თუმცა მაინც უმრავლესობა არის შეთანხმებით სრულდება და ეს შეთანხმება კარგია პირველ რიგში. ბიზნეს მომხმარებელი მაინც თანხდება, ხო, როცა ჩვენი ჩართულობით უფრო აქტიურად, იმიტომ რომ თუ თვითონ თანხმდებიან, მაშინ ჩვენთან არ მოდიან, მაგრამ თუ ვერ თანხმდებიან, მხოლოდ მაშინ მოდიან ჩვენთან და კარგია, რომ აი უმრავლეს შემთხვევებში შეთანხმებით სრულდება, დაახლოებით 65%-ზე მეტი ონლაინ ვაჭრობის შემთხვევებს ეხება ისევ პირველ პოზიციაზე, როგორც ბოლო პერიოდში და ყველაზე ისეთი პროდუქტი არის ტექნიკა და განსაცმელი, მაგრამ აი ბოლო პერიოდში გაზრდილია სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მიმართულებები, ეს გულისხმობს ერთადად აი ჩამოტანის დროს ამა თუ იმ კომპანიების მიმართ პრეტენზიებს და ასევე მიტანის სერვისის დროს გამოხატულ სხვადასხვა პრეტენზიებს. აი ეს ნაწილი ბოლო პერიოდში გაზრდილია. კი ბატონო, ბოლოს მინდა გითხოთ მიმდინარე წლის გეგმები, ისევ როგორც კვირაულს გეგმავთ ახლა ამ პერიოდის განმავლობაში და თქვენი საერთაშორისო თანამშრომლობა მიმდინარე პერიოდის გეგმები რომ შევაჯამოთ გარკვეულწილად. ჩვენ ალბათ რაც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი წელს არის, რომ სტრატეგიულ ბაზრებზე მონიტორინგის მიმართულებები კიდევ უფრო აქტიურად ვაწარმოოთ, იმიტომ რომ სადაც არის კითხვები თუნდაც კონკურენციის ხარისხთან დაკავშირებით ეს საკითხები იყოს მაქსიმალურად ამოწურული. ერთი კვირის თავზე ჩვენ გავხსნით ჩვენ კოლეგა უწყებებთან ერთად მომხმარებლის დაცვის კვირეულს, ეს მე-4 უკვე და ტრადიციულია და თბილისის გარდა საქართველოს 4 ქალაქში იქნება და მისი მიზანი არის მომხმარებლის ინფორმირება იმ სიახლეებზე, რაც ამ სფეროში ხდება და წელს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელის, ეს არის ICPN-ი, რომელშიც ჩვენ აქტიურად მუშაობთ. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, რომელიც 1 ივლისიდან შევაძალეში და ალბათ სექტემბერში იქნება პირველი დიდი კონფერენცია, სადაც ჩვენ უმასპინძლებთ დაახლოებით 80-ზე მეტ ქვეყანას სხვადასხვა ქვეყნების მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებებს და ეს ალბათ 1 ივლისიდან უკვე შევაძალეში ეს ხელმძღვანელობა და ქვეყნისთვის ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უწყების საერთაშორისო პოზიციონირებისთვის. კი ბატონო, აღიარება მოგონებრივი ამ კუთხით. წარმატებას გისურვებთ თქვენ. დიახ, წარმატებას გისურვებ და მე მინდა რომ ჩვენ არაერთხელ ვისაუბროთ მიმდინარე პერიოდის განმავლობაში თქვენი საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც დაგეგმილი გაქვთ საერთაშორისო აქტივობისათვის. მადლობა კიდევ ერთხელ. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ჩვენ დავბრუნდებით პარასკევს.